ახლა როგორც როცა თქვენ გესაუბრებთ ეს ზუსტად ოთახში ძალიან ახლოს შემგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასრულა მისი გამოსვლა და ახლა მიმდინარეობს დებატები მასთან დისკუსია. რაც შეეხება ყველაზე ძირითად მესიჯებს, რაც შეიძლება ჩვენ დღეს ამ ვიკენდზე ასე ვთქვათ უქმეებზე მიუნხენში დავაკვირდეთ, ის იყო მარკო რუბიოს გამოსვლა, იმიტომ რომ მოლოდინები იყო ყველაზე დიდი სწორედ რა სათქმელი ექნებოდა ოფიციალური და რა იქნებოდა ოფიციალური პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მაყურებლისთვის რომ ახსნა თვითონ ეს კონფერენცია არსებობს ზუსტად ტრანსატლანტიკური ალიანსის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჩარჩოს და სტრატეგიული მიმართულებისთვის ამის მიზნით არის ეს კონფერენცია შექმნილი და ამ მხრივ ტრანსატლანტიკური ალიანსი, რა თქმა უნდა, არის ამ ყველაფრის ბაზა ფაქტობრივად. მარკო რუბიოს გამოსვლამ დღეს დილას გადააჭარბა მოლოდინებს, იმიტომ რომ ის იყო საკმაოდ პოზიტიური იმასთან შედარებით, რაც ჩვენ აქ ვნახეთ შარშან ჯეი დი ვანსის მოხსენებაში, როდესაც დავინახეთ ძალიან ბზარი ტრანსატლანტიკურ, ასე ვთქვათ, კავშირში, რაც დღეს ფაქტობრივად მარკო რუბიოს გამოსვლის შედეგად ხედავთ, რომ ამ ბზარის ამოვსება შეიძლება იყოს შესაძლებელი, შეიძლება იყოს მოსალოდნელი და შეიძლება ამაზე რეალურად მყარი იმედები გქონდეს, მაგრამ არ უნდა ეს განსხვავება განაპირობა თვითონ პოლიტიკურ ფიგურებს შორის განსხვავებულმა ხასიათმა თუ ასევე ცვლილებამ შტატების დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ ჯეი დი ვენსთან შედარებით მარკო რუბიოს არ ახასიათებენ ისე როგორც ხმაურიან სკანდალურს და უფრო მეტად მშვიდს ვიდრე სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები არიან. ეს ხასიათების ცვლილებაა მხოლოდ თუ ხასიათებში განსხვავება, სიტყვებში განსხვავება თუ რამ განაპირობა წელს უფრო სხვა მოლოდინების შექმნა. და ასე ვთქვათ, მოლოდინები ისევ ნეგატიური იყო, უბრალოდ მოლოდინების გადაჭარბება მოხდა. აქ ეს არის ნაზავი ფაქტობრივად ორივე მხარესა, თავისთავად ეს არის თვითონ პოლიტიკური ფიგურების ძალიან განსხვავებული ხასიათი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მარკო რუბიო ბევრად უფრო კონსილიატორული და კოოპერაციაზე მორგებული პოლიტიკოსია, ჯეი დი ვანსისგან განსხვავებით, მაგრამ ის წარმოადგენს ამერიკის პოზიციას, ხო? თავისთავად ეს მე მგონი თავისთავად გამოხატავს და ავლენს რეალურად ამერიკის პოზიციას დღეს, რაც არის იმედის მომცემი, თუმცა ზუსტად ამას ვაპირებდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაიმე მყარზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ მოულოდნელად იცვლის ხოლმე, ასე ვთქვათ, პოზიციებს და ეს არ ნიშნავს, რომ ტრანსატლანტიკური, ასე ვთქვათ, ალიანსი და კავშირი გამყარდა და აქ შეიძლება სხვა ბზარი, ასე ვთქვათ, აღარ განიხილებოდეს. უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ეს დღეს დილას ჩვენ ყველამ ამოვისუნთქეთ ევროკავშირმა ბრიუსელისთვის, ეს იყო ნამდვილად დიდი ამოსუნთქვა. ასევე მინდა პარალელები გავავლო, ეს არ არის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ასე ვთქვათ, იმედის მომცემი შეიძლება იყოს სიტუაცია. დავოსშიც ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები, ასევე კანადის წარმომადგენელი ხო, ვნახეთ, რომ რიტორიკაში, მათ ასე ვთქვათ, მოხსენებებში საკმაოდ მყარად იყო გახსვერებული ის მესიჯები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუხედავად იმისა, რომ მას ყველანაირი მზადყოფნა აქვს პოლიტიკური სამხედრო და ასე შემდეგ, მას მაინც სჭირდება მისი მოკავშირეები, რომ იყოს უფრო ძლიერი. სწორედ ამიტომ აი ამ პოზიციას რეალურად ვხედავთ ამერიკიდან, უკვე ვაშინგტონიდან მომდინარე და ეს ხო მარკო რუბიოს მიერ გაშორებული, რაც არის ნამდვილად იმედის მომცემი. რაც შეეხება უკრაინას, თქვენ აღნიშნეთ, რომ სიტყვით გამოსვლამდე დაასრულა, უფრო ზოგადად ჩართვამდე სიტყვით გამოდიოდა ვოლოდიმირ ზელენსკი, რა არის წელს უკრაინის მთავარი სათქმელი, ასევე გვახსოვს პოზიცია, რაც გამოიხატა დავოსის ფორუმზე. უკრაინის მთავარი სათქმელი არის ერთი და იგივე, რაც არის, რომ უკრაინას სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ეს ომი, უნდა გააგრძელოს დასავლეთმა და უკრაინის ყველა საერთაშორისო პარტნიორმა წნეხი რუსეთზე, იმასთან მათ შორის სანქციების მიმართულებით, რომ პუტინს ასე ვთქვათ შეუცირდეს იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს ეს ომი, რომელიც საკმაოდ ძვირი უჯდება რუსეთს დღეს, ფინანსურადაც და ასევე სამხედრო ძალისხმევის მიმართულებით და რა თქმა უნდა უკრაინის მოგონა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ყველა საერთაშორისო პარტნიორმა რეალურად ის წესრიგში დააყენოს უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც არა მხოლოდ თქვათ სისხლის, ანუ არა მხოლოდ ბრძოლის შეწყვეტის ბაზა იქნება, არამედ რეალურად რუსეთს მომავალში შეუქმნის რეალურ ბარიერებს, რომ მან ისევ არ განახორციელოს აგრესიული თავდასხმები უკრაინაზე. ამიტომ მოთხოვნა უსაფრთხოების გარანტიებზე, რა თქმა უნდა, არის ისევ დღის წესრიგში და არის მთავარი გზავნილი ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან. მე აქვე გეტყვით, რომ დღეს რამდენიმე საათში მე თვითონ ვიმასპინძლებ ტარას კაჩკას, რომელიც არის ტარას კაჩკას და ევროკომისარ მარტიკოს, სულ 2-3 საათში, რომლებიც ისაუბრებენ უკვე უკრაინაზე. ტარას კაჩკა, როგორც ვიცით, არის უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრი და ასევე იგი არის პასუხისმგებელი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამიტომ ტარას კაჩკასგანაც რამდენიმე საათში მექნება მეტი ხმები.
კი ბატონო, ვისაუბროთ საქართველოზე, ეს წელს ის შემთხვევა, როცა ქართული ოცნების მთავრობა დაპატიჟეს კონფერენციაზე, აქვს და ჰქონდა სიტყვით გამოსვლა პანელური დისკუსია იყო, თუ არ ვცდები, მაკა ბოჭორიშვილს და რა შეგვიძლია ვთქვათ საქართველოსთვის რა ტიპის შესაძლებლობას იძლევა ამ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, ან როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ შესაძლებლობას? ბუნებრივია ისეთი გლობალური პრობლემები, რაზეც ახლა მსჯელობენ ევროპელები და ამერიკელი მაღალჩინოსნები, აი ამ პრობლემების ფონზე საქართველოსთვის ყურადღების მიპყრობა ალბათ ჩვენთვის ბუნებრივია სასურველი სცენარია, მაგრამ ალბათ რთული პრაქტიკაში, თუმცა როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ეს? ეს რთული დღეს პრაქტიკაში არ არის, იმიტომ რომ მიუნხენის განრიგში ვხედავთ უკრაინას, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი რეგიონია, ხო? ანუ ძალიან დიდი ფოკუსია უკრაინაზე, ამიტომ თავის აქ საქართველოს უნდა იყოს ფოკუსში და მეორე რაც წელს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის საიმედო უნდა იყოს, არის ის, რომ სამხრეთ კავკასია არის ოფიციალური პროგრამის ნაწილი და მარტაკოსი ასევე იღებს მონაწილეობას ილჰამ ალიევთან ერთად. სწორედ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მთლიანად რეგიონის, ასე ვთქვათ, როლი არის წინ წამოწეული, ზუსტად იმიტომ, რომ ამაში თვითონ ტრამპის ადმინისტრაცია არის ჩართული, რომ ჩვენს რეგიონში იყოს სამშვიდობო პროცესი დამყარებული და ეკონომიკური წინსვლა, იყოს ასე ვთქვათ, ეკონომიკური მდგომარეობა, იყოს და დაკავშირებულობა იყოს გაუმჯობესებული, ამიტომ წლევანდელი მიუნხენის კონფერენცია პირიქით უნდა ყოფილიყო ასპარეზზე საქართველოსთვის, რომ საქართველოს ყოფილიყო აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პანელური, არაპანელური თუ ასე ვთქვათ, ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრების მთავარ სცენაზე. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოს აქ არის, მე ვიტყოდი პირიქით, რომ საქართველოს სამწუხაროდ საკმაოდ იზოლირებულია და არ არის ფრის წესრიგში იმ ამბიციით, რა ამბიციაც ქვეყანას დღეს უნდა გააჩნდეს. ანუ მთავარ პანელურ დისკუსიებს ვერ ესწრება და პრინციპში საგარეო ვერ ესწრება, ესე არ ვიცით, აქ არის უბრალოდ საქართველოს პოზიცია და როგორ უნდა იყოს ის წარმოდგენილი და რომ კონკრეტულ დისკუსიებში იღებენ ის მონაწილეობას და სად არის საქართველოს ოფიციალური პოზიცია, სად არის დაფიქსირებული, ხო? ამიტომ სამხრეთ კავკასიასთან თემებზე მიმდინარე პანელებზე ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს მეტი მონაწილეობა და თავისთავად იმ ყველა პანელზე, სადაც განიხილება უკრაინა და ევროინტეგრაცია, სადაც საქართველოს თავისთავად დღეს არ განიხილება. მარტაკოსი დღეს აქ იმყოფება ევროკომისარი, ბევრ ევროპელ ლიდერთან ერთად და ის ძალიან აქტიურად არის ჩართული იმ თემებზე, რაც ეხება ევროკავშირის გაფართოებას, მაგრამ საქართველოს ამ შემთხვევაში ამ ღონისძიებების მონაწილე არ არის, ამდენადაც მე ვიცი.